მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და არასთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, ვინ ან რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში დღეიდან 3 თვის განმავლობაში. მოდუნდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, თვალები დახუჭეთ და ვნახოთ რა ცვლილებებს გპირდებათ მომდევნო 3 თვე თქვენს ცხოვრებაში. სხვადასხვა ვისაც ძლიერი ინტუიცია გაქვთ, შესაძლოა თვალების დახუჭვის და სწორად სუნთქვის დროს თქვენ თვითონვე დაინახოთ და იგრძნოთ ის თუ რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში მომდევნო პერიოდში, მაგრამ ვისაც ჯერ კიდევ გჭირდებათ ინტუიციის დამუშავება, უბრალოდ ეცადეთ რომ სწორად აირჩიოთ ვარიანტი. 3 ვარიანტი გვექნება დღეს და თქვენი ინტუიციით, რასაც გიკარნახებთ, სამყარო. რა საინტერესოა. 4-იანი კვერთხები, ნახე რა საოცარი 4-იანი კვერთხები აქ. მარკანზე, ლომების ოჯახი. ჩვენიერი. კარგი, ნახოთ ახლა, მოდუნდით, ჩემო ძვირფასებო, ვარიანტები შეგახსენებთ რომ არის 3. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა, იმიტომ რომ მე რასაც სტატისტიკას ვუყურებ, ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს, აი ესე. არც ჩართულობა აქვს, არც მადლიერების გამოხატვის არანაირ ფორმას არ იყენებს და ეს ჩემო ძვირფასებო პირველ რიგში გაკლდებათ თქვენ, იმიტომ რომ სამყაროსგან რასაც იღებ, სანაცვლოდ აუცილებლად რაღაცა უნდა დააბრუნო. თორემ გადიხართ ენერგეტიკულ მინუსში და ეს მინუსები როცა მრავლდება და ჯამდება, ხო? მე რატომღაც ვამთ ხოლმე შეკითხვას, რომ აუ ეს რატო არ ხდება ჩემ ცხოვრებაში, მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ და ეს რატო და ის რატო? აი ზუსტად მაგიტომ, რომ ჩვენ დაუნებურად ადამიანები აი ეს რაღაცეებს ვიღებთ, მაგრამ მადლიერებას არ გამოვხატავთ ხოლმე. და ყველაზე მსუბუქ ფორმას გთავაზობთ მადლიერებისას, უბრალოდ მოწონებას და არხის გამოწერას, მეც არაფერს. და აქვე დავამატებ, სხვათა შორის ამ დილას ვფიქრობდი, რატომ შეიძლება არ ერთვებოდნენ თქო ადამიანები, აი ამ ინტეგრაციას რატომ არ გამოხატავდნენ, ხო, არხის განვითარებასთან დაკავშირებით. ძალიან ესეთი მარტივი და ესეთი პასუხი ამაზე პირველ რიგში არის ის, რომ არ გინდათ რომ ვინმე მიცოდეს, რომ ტაროს უსმენთ ალბათ, ან რაღაცა მსგავსი ესეთი. მაგრამ ესეც ხო თქვენი პასუხისმგებლობაა, ჩემო ძვირფასებო, თუ გეშინიათ იმის, რომ რა ვიცი, აი ტაროს რატო უსმენ ან ასე შემდეგ, მაშინ საერთოდ ნუ-უსმენთ. და თუ გინდათ რომ ინფორმაცია აიღოთ, მაშინ პასუხისმგებლობაც აიღეთ და ამ ინფორმაციისათვის მადლიერების ძალიან მსუბუქი ფორმა მაინც გამოხატეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის თქვენი პირველ რიგში ენერგეტიკული ბალანსისთვის გაკეთებული აქტი. კარგი, ვნახოთ ვარიანტები. ვინ ან რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. დღეს მინდა რომ დაგახმაროთ ქვევით და ნახოთ რა ხდება. პირველი ვარიანტისთვის ასეთი ქვა გვექნება, მეორე ვარიანტისთვის აი ესეთი ქვა იქნება და მესამე ვარიანტისთვის აი იქნება ესეთი პრიალა მწვანე ქვა. პირველი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, ვინ ან რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში და ამ დასტით აქვე ვნახოთ რა უნდა გააკეთოთ თქვენ, ან რა არ უნდა გააკეთოთ, რომ ეს რაღაცა მოხდეს ან არ მოხდეს. თუ უარყოფითი ფაქტია, რომ ეს რაღაცა არ მოხდეს, რა უნდა გააკეთოთ და თუ დადებითი ფაქტია, ხელი რომ შეუწყოთ ამ დადებითი ენერგიების თქვენ სივრცეში შემოსვლას, რა უნდა გააკეთოთ ამისათვის. აი ნახოთ ესეთი შეკითხვა ტაროსთან ამ დასტაზე. რა უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს პირველმა ვარიანტმა, რომ
ის ენერგია შემოვიდეს ან არ შემოვიდეს მის სივრცეში 3 თვეში, დღეიდან 3 თვეში, რა უნდა გააკეთოს ან რა არ უნდა გააკეთოს მეორე ვარიანტმა და რა უნდა გააკეთოს ან რა არ უნდა გააკეთოს მესამე ვარიანტმა. დააკვირდით არკანებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და მოდუნდით სრულად. და აი მოდუნებულ მდგომარეობაში აირჩიეთ უკვე შესაბამისი ვარიანტი. მე კი რომ არ დავაყოვნო დიდად თქვენი დრო, ესე გადავალ პირდაპირ ვარიანტების გარჩევაზე, ხოლო ვინც ვერ მოასწარეთ არჩევა, დააპაუზეთ, იცით უკვე და როცა აირჩევთ, მერე განაგრძეთ ყურება. ვარიანტი პირველი. ნახოთ რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში დღეიდან 3 თვის განმავლობაში. და თავად არკანი მაგი მოვიდა შემოგარგებო. მშვენიერია, მე შემიძლია ვთქვა. მომდევნო 3 თვის განმავლობაში აქ თქვენს ცხოვრებაში შემოდის პირველ რიგში ძალიან აქტიური პერიოდი შეიძლება დაიწყოს. რა გაგებით ნახეთ, შესაძლოა ბევრ და მრავალ ფრონტზე მოგიწიოთ თქვენი პირადი ჩართულობა, ანუ რაღაცა 10 ხელი, 10 ფეხი და 20 ყური და თვალი რომ უნდა გამოიბათ, დაახლოებით ეგეთ ვარიანტში შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი აქტიურობა მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ამავე დროს ეს არის ენერგია, როდესაც უნდა შეძლოთ და გადაანაწილოთ ეს ყველაფერი დროში, გადაანაწილოთ ძალიან ეფექტურად და დაგეგმოთ, რაც მთავარია პროცესები, რომ არ დაიწყოთ ესეთი ქაოსური და სპონტანური ინტეგრაციები ან ჩარევები იმ საკითხში, სადაც თქვენი ენერგია გახდება მყისიერად საჭირო, ხო? მოემზადეთ ძალიან აქტიური პერიოდისათვის პირველი ვარიანტი დღეიდან 3 თვეში და ასევე მობილიზდით, რომ დასვენებასთან ერთად შესაძლოა მოგიწიოთ უკვე მუშაობა გარკვეული ანუ გეგმები კი არ არის, ეს არის უკვე მუშაობა, ანუ გარკვეული საკითხების ფიზიკურად დამუშავება, შეიძლება ის იყოს რაღაცა თვითგანვითარება, შეიძლება ზოგი წავიდეს მაგალითად და რაღაცა ტიპის კურსი აიღოს, რაღაცა ისწავლოს, ახალი თან დაისვენოს, აი რაღაცა ესეთი ენერგია მოდის აქ პირველ ვარიანტთან, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის, გარემოების, ადამიანის კომბინაცია და შეთავსება მოგიწევთ ერთმანეთში დღეიდან 3 თვის განმავლობაში. აი ესეთი ენერგიები შემოდის თქვენ სივრცეში პირველი ვარიანტი და ვნახოთ ახლა რა უნდა გააკეთოთ ან რა არ უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ ეს მოხდეს, ხო? რა მაგარია, 10-იანი კვერთხები. ნახეთ რა საოცარია. აქ არის ორმაგი გაგების ეს ენერგია. გოგონა რომელიც აგროვებს ყვავილებს და ნახეთ რამხელა ბუკეტი უჭირავს ხელში, ეს მას ანიჭებს ძალიან დიდ ბედნიერებას, ძალიან დიდ სისავსეს, მაგრამ მეორე მხარეა აქ ის, რომ არ აკვირდება დაუშვათ რამდენი ყვავილი აქვს უკვე მოწყვეტილი და ამავე დროს შესაძლოა თქვენ დაგრჩეთ მხედველობის მიღმა სხვადასხვა რაღაცეები. მე გითხარით, რომ აქ გჭირდებათ ძალიან დიდი კონცენტრაცია, რომ ბევრი რაღაც მრავალმხრივად წარიმართოს და დაიწყოს თქვენ სივრცეში ამ ენერგიამ სრულფასოვანი მუშაობა, ხო? ანუ მაგის ენერგია არის ძალიან აქტიური ენერგია ზოგადად და არ ჩერდება ისეთ საკითხებზე, სადაც მაგალითად ერთი მიმართულებით შეიძლება მხოლოდ კონცენტრაცია გააკეთოს და დანარჩენი ყველა სხვა საკითხი მხედველობის მიღმა დარჩეს. აი ეს სიტუაცია აქ რა უნდა გააკეთოთ ან რა არ უნდა გააკეთოთ, პირველ რიგში არის ის, რომ სწორად შეძლოთ დელეგირება, გადანაწილება საქმის და როგორც წეღან გირჩიეთ დააკვირდეთ, ანუ წინასწარ განსაზღვროთ, რომ ზედმეტად თქვენი ენერგიის ხარჯვა არ გამოიწვიოთ და ასევე იყოთ მაქსიმალურად ეფექტურები და მეორე ეცადოთ, რომ მხოლოდ ერთ საქმეზე არ აიღოთ ორიენტირება და მარტო ყვავილების შეგროვებით არ დაკავდეთ ესე გადატანითი მნიშვნელობით რა, ასე რომ ვთქვათ, ანუ არ გადაყვეთ მხოლოდ დასვენებას, არ გადაყვეთ ზოგი მხოლოდ სწავლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ბალანსი არის აქ აუცილებელი პირველ ვარიანტთან, იმიტომ რომ დაგჭირდებათ თქვენი ენერგიის
სწორად მართვა და თქვენი ასეთი მოზომილი ინტერაქცია სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო, ესეთი ენერგიების შემოდის დღეიდან 3 თვის განმავლობაში პირველი ვარიანტის სივრცეში. ცუდი პრინციპში აქ არაფერი არ არის. თავარი არის, რომ სწორად შეძლოთ და დაიცვათ ბალანსი. არ დაგავიწყდეთ, აი ახლა ბალანსის დაცვაზე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიდეოს დალაიქებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოწერაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩემო კარგებო. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან, რა შემოდის თქვენ სივრცეში მეორე ვარიანტი. არკანის სულელი, არა საინტერესოა, რამდენი მაღალი არკანი დალაგდა. არკანის სულელი დღეიდან 3 თვეში ჩემო კარგებო, აქ შემოდის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ახალი ციკლის დასაწყისს გიქადით, ცვლილებები, რომლებიც ერთგვარ რას გიქადით, იცით? ფენიქსურ დაბადებას, ანუ რაღაცა განულებიდან რო ახლიდან ვიბადები და სხვანაირი რო ვიბადები ამავე დროს რა, ეს არის ესეთი ენერგია. უბრალოდ იცი რა მინდა რა ვთქვა, აქ ამ გოგოსაც აი განსხვავ პირველი ვარიანტის საკმაოდ მსგავსია ეს მეორე ვარიანტი, შეიძლება გადმოვიდა ზოგიერთი მსმენელი, ან ვერ ჩამოყალიბდა და უშოთ პირველი თუ მეორე და ორივეს უსმენთ, ხო? ესეც არაუშავს. ნახეთ, ამ გოგოსაც ყვავილები უჭირავს პირველი ვარიანტის მსგავსად ხელში და მისდევს აი ამ ჩიტს. და ამ დროს აი ეპოტინება თითქოს ისეთ რაღაცას, რაც ცოტა შორეულია, ცოტა მეტად მოგიწევთ რომ რაღაცებზე დაფიქრდეთ, სანამ იმ რაღაცას მიწვდებით. მე არ ვამბობ რომ არის მიუწვდომელი, მაგრამ ცოტა შორეულია და აი ამ სიშორეს დააკვირდით, რომ ზედმეტად არ აჩქარდეთ რაღაცა გადაწყვეტილებების ან დასკვნების გამოტანის თვალსაზრისით. აი ეს არის ენერგეტიკულად აქ პრინციპში ცუდი საწყისები არ არის, მაგრამ უფრო აი ხო ვამბობ რა ცოტა ილუზიურია, ცოტა ილუზიურია, რაღაცა ზღაპრის გმირს გავხართ, არა აქ ამას მნიშვნელობა მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები, ანუ რას გულისხმობს ზღაპრის გმირს, ანუ შეიძლება თქვენში ჩაირთოს რაღაცნაირი ისეთი მოთხოვნილება, რომ რაღაცა მაძიებლური ენერგია, რომ აი წავალ და ჩემს გზას ვიპოვი და ასე შემდეგ და აი რაღაც ესე ძალიან ისე წახვიდეთ ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურად და დაივიწყოთ რაღაცეები, რაც ჯერჯერობით დასრულებული ენერგიით არ არის თქვენს სივრცეში. ანუ ისეთ პროცესებს ნუ ჩაეხსნებით, რასაც გრძნობთ, რომ ჯერ დასასრულებელი გაქვთ რა. აი ეს მინდა რომ იცოდეთ მეორე ვარიანტი. ნახოთ ახლა რა უნდა გააკეთოთ ან რა არ უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ეს ენერგია შემოვიდეს სრულყოფილად თქვენს სივრცეში, ხო? კვერთხების ცხრიანი მოვიდა აქ, ნამდვილად გადმოვიდა ძალიან ბევრი მეორე ვარიანტზე, პირველი ვარიანტის მსმენელებიდან, იმიტომ რომ გათიანი კვერთხები მოვიდა აქ კვერთხების ცხრიანი. რაღაცა არ მოგეწონათ შეიძლება და შეავსეთ, ხო ეს? ნახეთ, რა არ უნდა გააკეთოთ და მე ვიტყოდი რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ შემოვიდეს ხო სრულფასოვნად ეს განახლების ენერგია. დააკვირდით გოგონა, რომელიც ესე დგას, კმაყოფილად დგას და რამდენი ჭრილობა აქვს ამოკერილი. ხედავთ, აი რამდენი ჭრილობა აქვს ამოკერილი. აი მე რო გითხარით, რომ პროცესები, რომელიც დასრულებული არ არის თქო, ნუ გადადგავთ, ნუ აჩქარდებით, ანუ საკუთარ თავს მიეცით რაღაცა დრო, რომ ეს ენერგეტიკულად მოშუშდეს, ჭრილობები იქნება თუ საკითხები, რომლებიც დასასრულებელია. ანუ ხანდახან ადამიანები ან ახალ ურთიერთობაში შევდივართ, მაშინ როცა ძველი ურთიერთობის ტრამვები დამუშავებული არ აქვს, რაღაცა ახალ ბიზნესს ვიწყებთ, მაშინ როცა წინა ბიზნესის ფატალურად დასრულების შედეგები ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს და ძალიან ბევრი ესეთი кейსია, როდესაც ადამიანები ვირჩევთ გაქცევას ნაცვლად იმისა, რომ აი აქ და ახლა დავფიქრდე და გავაანალიზო რატომ დადგა ის შედეგები, რაც დადგა. ყოველთვის სხვა არ არის ჩემო ძვირფასებო დამნაშავე იმ ტკივილებში, ან იმ ტრამვებში, ან იმ წარუმატებლობებში, რაც დაუშვათ მოხდა ან არ მოხდა, ხო და ამან გადკინათ.
ეს ძირითადად არის გამოწვეული ჩვენი მოლოდინებით, ანუ ჩვენი რაღაცა შეფასებებით, ჩვენი გადმოსახედიდან დანახული რეალობით და ასე შემდეგ. იცით რა არის მიეცით, მე ვიტყოდი, რომ ნამდვილად, ანუ სანამ აი ამ განახლებას დაიწყებთ და რესტარტს დაიწყებთ, ხომ, მომდევნო 3 თვეში, აი დარწმუნდით, რომ მოუშუშებელი ჭრილობებით და დაუმუშავებელი ტრამვებით ახალ ვარჯიშებს არ იწყებთ, იმიტომ რომ შეიძლება გაიხსნას ის ჭრილობა და უფრო სავალალო და ფატალური შედეგები დადგეს, ვიდრე მანამდე რომ დაუშვათ ცოტა ხანი კიდე თავისთვის მიგეცათ დრო იმ ტრამვების მოსაშუშებლად. რა თქმა უნდა, ტრამვები და ჭრილობები ამ კონტექსტში გადატანითი მნიშვნელობით არის ჩემი მხრიდან გამოყენებული, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ სათქმელს მიმიხვდება მეორე ვარიანტი და ასევე ნაწილი იმ პირველი ვარიანტისა, რომლებიც მისმენდით. მადლობა ჩემო კარგებო, რომ იყავით ჩემთან ერთად. მეორე ვარიანტი, ეხლა კი გადავიდეთ მესამე ვარიანტზე და ვნახოთ, რა შემოდის მესამე ვარიანტის სივრცეში დღეიდან 3 თვის განმავლობაში. საინტერესოა, 4-იანი თასები. 4-იანი თასები შემოდის მესამე ვარიანტის სივრცეში. ჩემო კარგებო, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მთლად სახარბიელო ენერგია არ არის, იმიტომ რომ აქ ცოტა როგორი ენერგია იცი, ცოტა მტაცებლური ენერგიაა ნაწილობრივ ეს. იმიტომ რომ შეიძლება თვლიდეთ, რომ აქეთ უნდა მიიღოთ რაღაცა და თქვენ იქით არ უნდა გასცეთ, ანუ მტაცებლური მაგას ნიშნავს, როდესაც ბალანსი დარღვეულია და თქვენ სივრცეში იკეტებით და სხვა პროცესებიან ადამიანები საკუთარ სივრცეში და აი ერთმანეთს რო ელოდებიან რა, რომ აი შენ თუ არ გადმოდგავ ნაბიჯს, მე არაფერს არ ვიზავ და ასე შემდეგ. ნუ ბევრი ესეთი გარემოება შეიძლება დადგეს, ხო? ამიტომ ცოტა მტაცებლური ენერგია აქ მესამე ვარიანტთან. და ნაწილობრივ არის როგორი სიტუაცია იცი, თითქოს მოჩვენებითი შიშები, რაღაცნაირი ისეთი აი ბავშვებს რო ვაშინებდით ხოლმე, ხო, იცით, აი ბუა მოვა და მოგიტაცებს და ეს ბუა ბევრი ბავშვისთვის დღესაც რომელიც ზრდასრულია, ხო, აი რაღაცა შეუცნობელი საშიში არსებაა. აქვე მინდა სხვათა შორის ვთქვა, რომ მშობლებთან დაკავშირებით ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ ეს რჩევა, რომ ბავშვებს ესე ნუ შეაშინებთ, რომ აი ეს მოვა, ეს წაგიყვანს ან სადღაც ჩაგაბარებ, მიგატოვებ და ასე შემდეგ. ანუ ეს პირდაპირ არის უსიყვარულობის ძალიან დიდი ტრამვა, რომელიც ფაქტობრივად მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება ბავშვს და ვერასდროს ვერ ხვდება სამწუხაროდ ან ძალიან უკვე ღრმა პროცესებში რომ მიდის და სხვაგან რო ამოყობს თავს ის მიზეზები, რაც რისი ფესვებით სულ სხვაგან არის, ხო? აი მერე იწყებენ ხოლმე ადამიანები ამ ტრამვების ძიებას და აი ზუსტად ესეთი кейსია აქ მესამე ვარიანტი. ამიტომ აი ეს შიშები თქვენ შემთხვევაშიც ბავშვობიდან გადმოყოლილი თუნდაც რო აი ბუა მოვა და არანაირი ბუა არ არსებობს, ერთ-ერთი თქვენ ხართ ის ბუა, რომელიც აი ესე სარკეში იყურებით და ან ლომს ხედავთ და თქვენ თვითონ ფისო ხართ, ან ლომი ხართ და სარკეში საკუთარ თავს ფისოთ აღიქვამთ. ანუ ეს არის არასწორად შეფასებული საკუთარი შესაძლებლობები. აი ეს მინდა რომ გაითვალისწინოთ. ესეთი ენერგიები შეიძლება შემოვიდეს მესამე ვარიანტის სივრცეში. ან რაღაცები გადაჭარბებით შეაფასოთ, ან რაღაცები პირიქით არასწორად შეაფასოთ და გეგონოთ, რომ ძალიან კარგად არის და ამ დროს არც თუ ისე კარგად იყოს. რა არ უნდა გააკეთოთ, ან რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ეს ენერგიები თქვენ სივრცეში არ მოხდეს და რა საინტერესოა შეხედეთ. 7-იანი კვერთხები. საერთოდ სამივე ვარიანტის ენერგიაში ეს კვერთხების მოსვლაც კიდე ერთი ის არის ამბავი. ნახეთ, აი მე გითხარით, რომ ბავშვური ტრამვებით ხედავთ ამ ადამიანს, ეს ვითომ დაკუნთული და ნავარჯიშების სხეული და რამდენი რამე ახატია სხეულზე. აი ეს არის ზუსტად აი ეს ბუა მოვა თქო რო გეუბნებოდი და ეს მისი განვლილი ცხოვრება, ეს არის მისი ასე რომ ვთქვათ ტრამვები და ანაბეჭდები, რაც პროცესებმა რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა, დატოვა კვალად. ხო, მაგრამ აი ფისო ვახსენე და ნახეთ როგორ ისეთი მაიმუნის თუ ფისოს სახე აქვს ამასაც.
მესამე ვარიანტი რა არ უნდა მოხდეს და აი ნუ დაატანთ ძალას რა რაღაცეებს, ანუ ნუ იქნებით ზედმეტად ჯინიანები. კი, გააქვთ საკმარისი ძალა, კი, გააქვთ საკმარისი მონაცემები, მაგრამ იცით რა არის, ის ხო არ არის მხოლოდ მიზანი, რომ აი ამ გალიიდან გამოხვიდეთ. მიზანი უნდა იყოს არა ამ გალიიდან გამოსვლა, არამედ ამ გალიიდან რო გამოხვალთ, მერე საით წახვალთ, სად მიდიხართ, რა ნაბიჯებს აკეთებთ, როგორ ავითარებთ თქვენ ცხოვრებას, ხო? ნუ დაისახავთ მხოლოდ რაღაცა ესეთ მარტივ, ნუ არ არის აქ მარტივი, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, ერთ ნაბიჯიან გეგმას. მოდი სამნაბიჯიან გეგმაზე გადადით და მოდი ცოტა წინ გაიხედეთ მესამე ვარიანტი. აი ეს მინდა რომ გაგაფრთხილოთ, აი ეს შიშები, აი ეს რაღაცა უკმაყოფილებები, ან აი რო გითხარით ეგოისტური რაღაცნაირი ენერგია, რომ ან მე არ გადავდგავ ნაბიჯს, ან ასე შემდეგ და ან ასე შემდეგ. აი დღეს შეიძლება თქვენი ეგო ამან მოფხანოს ბუდიშა ამ სიტყვისთვის რა, რომ აი კი არ უნდა შეურიგდე, კი არ უნდა დაველაპარაკო, კი ეს არ უნდა გავაკეთო, კი ის არ უნდა გავაკეთო, მაგრამ ხვალდაზე გამის გამო ინანოთ. ამიტომ აქ ჩემო კარგებო, ძალიან კარგად აწონდაწონეთ, რომ ამ გალიიდან გასვლა არ არის მარტო მიზანი. ანუ ამ გალიიდან გასვლა და კიდე ცხოვრების გაგრძელება უნდა იყოს თქვენი მიზანი, აი ეს არის ჯანსაღი ადამიანის აზროვნება. მე არ ვამბობ რაღაც სიურეალიზმში გადახვიდეთ და 10 წლის და 20 წლის და 30 წლის გეგმები დასახოთ, მაგრამ აი ხო შეგიძლიათ 3 თვიდან გადახვიდეთ და უშუალოდ 6 თვის პერსპექტივაზე, მე 1 წლის პერსპექტივაზე და ასე შემდეგ, ხო? აი ესეთი იყო დღეს მესამე ვარიანტისთვის მიღებული რჩევა და ინფორმაცია ტაროს ენერგიების მიხედვით. მე იმედი მაქვს, რომ სამივე ვარიანტისთვის საინტერესო და სასარგებლო იყო ის ინფორმაცია, რაც გავეცი. არ დაგავიწყეთ თხოვნარი, რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო, დაწეროთ კომენტარი თუ საჭიროთ ჩათვლით. და ასევე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ Facebook გვერდზეც თქვენი აქტივობა, ანუ გამოწერა ამ გვერდის არის მნიშვნელოვანი, თუ გინდათ რომ მიიღოთ ინფორმაცია, თუ არ გინდათ რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია, ჩემო ძვირფასებო, არც ეგ არ არის დიდი პრობლემა ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში. ხო, ეს მინდოდა რომ მოკლედ დღეს მეთქვა თქვენთვის და ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ და იყავით ჩემს სივრცეში. დროებით.